მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილ შეწყალებული მოტივებული თავისუფალი მარადიული სული იას წესისი ჩას pravazgrashai ola izivlai რომ რასტარგაიუსე დაგაორებს მიმიტებებია ყველასათვის თხო პატიებას ყველას ვარ მოტივებული შეწყალებული პატიობ ჩემ თავს პატიობ ჩემ ვიში სვეტრი ეცერებს ჩემ ვიში სვეტრი აგერებს არხანგერებს და პატიობს ელენის ვიშნის შეცდომებისათვის თუ კი რამე შევწოდე ასე ვთქვათ პატიობ ეს ვითხოვ პატიებას მოტივებას ვითხოვ ვთხოვ ჩემ თავს ჩემ ვიში იას მომიტევოს მაპატიოს ჩემი შეცდომები ვთხოვ ჩემ სულს მომიტევოს ჩემი შეცდომებით შევთხოვ ჩემს კოპიას ჩემს ტონკიწევს ბაშწებს ასრაწევს მომიტევოს ჩემი შეცდომები თუ კი რამე მაგალითად შევწოდე დღეს და არასწორად თუ მოვიქეცი დღეს რამე ვთხოვ ჩემს ბიოსისტემას სულს საზნანია პასაზნანიას ნერვებს რომ რა ქვია მომიტევოს და რა ქვია მიყვარს ჩემი სული მიყვარს ჩემი საზნანია მიყვარს ჩემი ასე ვთქვათ ვიშია მიყვარს ჩემი დვარეცი პერვა ისტოჩნიკა მიყვარს ჩემი ანგელები და არხანგელები ანუ ეხლა запрещаю всех на меня зло рихаполхавлят запрещаю ჩემს კრადნიკაობას запрещаю ჩემს ექსპერიმენტაობას ბლოკაობას запрещаю ჩემზე сканирование-бас, копирование-бас, запрещаю всех მით უმეტეს запрещаю პირველ очередь нижникებს, ერებს, რებს, კრებს, არხონტებს, ბესებს, астральные паразитებს запрещаю на меня зло лиха плохо влияет. Чем чистотებზე зло лиха плохо влияет запрещаю всех. Будут магებს, შამანებს запрещаю ჩემზე зло лиха плохо влияет. 100% обратно თქვენი სიბოროტები, თქვენი ანტენები, чипები, იმპლანტები, დაჩიკები, откуда ჩაიცა, ბლოკიროიცა 100% обратно, снимается, жигается. აცინხრანიზირდება ყველაფერი, ავიძალები, ავი ენერგიები, ავის უშესტოები, ატმენია, დალში ჩემი ენერგიებისაგან შორს. ჩემი კანალია ბეზაპასუնում კანალებში ვარ, ჩემი კანალი, ჩემი YouTube არის რა ქვია защитული აბსოლუტის პატოკებით. ჩემი სახლი კარი ბიოველი ბიოპოლი защитული აბსოლუტის პატოკებით. ჩემი ბიოსისტემა, ჩემი სურათები, ჩემი ატრაჟენიები защитული აბსოლუტის პატოკებით. ბერი ზალატე ულტრაფიოლეტური სამკურნალო სასარგებლო защитნი პატოკებით და ვარ ბეზაპასნოსწებში ვარ защитული დაცულები სოლი დუშდუშავიში я защитულია ჩემი ანგელები ახანგელები защитულები არიან და ვარ დაცულები ბეზაპასნოსწებში და სიხარულის სიყვარულებით მაღალ ვიბრაციულ პატოკიზობერიებით სავსე ეხლა რა მინდა ვთქვა ეს რა არის ადამიანის ემოციები და როგორ თამაშობს ეს დაუშვათ მუსიკა ადამიანის ემოციებზე გრძნობთ ხო ამ მუსიკას კაი მუსიკას ჩქარ მუსიკას იქ აჩქარდება იმპულსები იქ აჩქარდება რა ქვია ან დაწყნარდება იმპულსები ან დაწყნარდება წყნარ მუსიკაზე ხო რა ქვია წყნარ მუსიკაზე დაწყნარდება დამშვიდება ემოციები ნერვები დამშვიდება ანუ რა ეს რა ქვია რა არის ეხლა ეს ფილმები ტელევიზორები ეს სხემები ეს სენსორები ეს ანტენები ეს ჩიპები ეს ინტერნეტები რა არის და როგორ ხდება ამ ინტერნეტებით რა ქვია манипуляტორობა დგავენ ხო აქ GFs და რაღაცეებს ხო ეს არის სიხშირეები ხო ელექტრომაგნიტური სიხშირეები ელექტრომაგნიტური ვერები ანუ სიმძლავრის და მიხედვით ტელეფონში გიგაბაიტები მეგაბაიტები მეხსიერება ყველა მიცით მაგრამ ეს სიხშირეები ცოტა არ იყოს საშიში ადამიანისათვის ეხლა ადამიანი სახლში რო დგავს ძალიან დიდ ტელევიზორებს ძალიან დიდ აი როგორც ზერკალა რა ძალიან დიდი ზერკალა რა თუნა ადამიანს
ძალიან დიდი ზერკალა რა თუნა ადამიანს ზერკალა არ ვარგა ძალიან დიდი ზერკალები არ ვარგა ზერკალებით იხსნება პარტალები უნდა გააკეთოს ადამიანმა თუ ჩაიხედავს და საჭიროა სახში საერთოდ ზერკალა ხო ისეთი ნორმალური ზერკალა რომელი გადააფაროს იმას აღარ იყურება იმ ზერკალაში ხო ჩამოაფაროს რამე ლამაზი რა ქვია ნაჭერი ლამაზი ფარდასავით რაღაცა ჩამოაფაროს ლამაზი ყვავილებით ამოქარგული ფარდასავით ჩაიხედავს აწვიოს ჩაიხედოს ჩამოაფაროს რა ქვია დაფაროს ტელევიზორი იგივე ეკრანი იგივე ნოუთბუქი იგივე ტელეფონი იგივე აღარ იყურები ხო ამ ტელეფონში ხო შეგიძლია ლამაზ ნაჭერში გადაახვიო დადო ლამაზად სახში ნოუთბუქი დაკეცო ლამაზი ნაჭერი გადააფარო ან ეკრანზე ლამაზი ან ტელევიზორზე ლამაზი ნაჭერი გადააფარო არ არის საჭირო რა ქვია ეს ეკრანების ესე დადება იმიტომ რომ ამ ეკრანებით ისედაც პარტალებია გახსნილი და ამ ეკრანებით შეიძლება კიდე პარტალები გაიხსნას ну ეხლა მაინც განვაცხადოთ ჩვენი ვოლა რომ закрывается პარტალები ზარატეუტრა ფიოლეტო ფილტრებით фольга защитებით фольга гармонизаторებით светлые гармонизаторებით закрывается პარტალები ზრო никак не заходит зро только отключается сжигается от минус მაგრიტავდება от нас от меня от нас падалში ეხლა რა არის ეს ტელევიზორი რა არის და ეს ფილმებს რო იღებენ ხო ეს ვიდეოები რა არის ვიდეოები სხემები ეს სკანირованиეს რო აკეთებენ ხო ეხლა იწერება ხმაც იწერება ატრაჟენიაც იწერება ყველაფერი იწერება ხო და მერე გადის ეს ასე ვთქვათ ეს ფილმი ეს მსახიობების ფილმი რა ქვია და უყურებს ამ მსახიობების ფილმს ყველა უყურებს ამას ყველა განიცდის იქ ემოციებს ყველას ანეშინია ან ცინის თუ კომედიური ფილმია ანეშინია თუ საშიში ფილმია ან რა ქვია გადადის ისტორიულ რაღაცა იმებში ომებში თუ ეს ისტორიული ფილმია ან დაძაბულ სიტუაციაში მძაფრ სიუჟეტიან ფილმებში თუ ეს ამ ფანტასტიკურ ფილმებში ან ზღაპრულ ფილმებში და განიცდის ადამიანი ეს ამ ყველაფერს ხო ნერვები იძაბება უყურებ აქ ახარ მე რა მოხდება და ადამიანი უკვე ემოციებზე გრძნობს ადამიანი თავის იმას ან რა ქვი განიცდის რა თუ სატირელია ტირილს იწყებს თუ სასაცილოა იცინის განიცდის ადამიანი ანუ ეს გონება რასაც ხედავს გონება ეს გონია რეალური იცის ადამიანმა რომ ეს რეალური არ არის და კინოა მარა ხო მაინც განიცდის ან იცინის ან ეშინია ან შეეშინდება უცბად ან იცინის ან კიდე ტირილს იწყებს რა განიცდის ან თუ რა ქვია გამოძიებაზეა კინო კიდე და ყველა იწყებს უკვე გამოძიებას და შედის ამ როლებში და განიცდის ადამიანი თუ კომედიური ის არის რა ქვია ფილმები ან კომედი შოუებია ხო უკვე ყველა ხიჩხიჩებს ხაჩხაჩებს და ყველა кай ხასიათზეა ანუ ეს ელექტრომაგნიტური რითაც არის ეს ფილმებს რო იღებენ ვიდეოებს რო იღებენ ეს ინტერნეტით გადაიცემა ანტენებით გადაიცემა სიხშირეებით გადაიცემა ჯიებით გადაიცემა თუ ჩიპებით გადაიცემა თუ რითი გადაიცემა ეს ელექტრომაგნიტური ველები ეს ელექტრომაგნიტური ვოლნები ადამიანის ნერვებზე ძალიან დიდ იმას ახდენს ზემოქმედებას ეს სენსორები სიხშირეები ხმოვანი სიხშირეები თუ ეფირული სიხშირეები თუ ეს ანტენები და ამ მერე კიდე იქ რას ლაპარაკობენ შიფრები მიფრები კოდები ეს პროგრამები ხო იტვირთება ეხლა ხო უსმენ რაღაცას ხო უსმენ იმან ეს იმას უთხრა იმან ეს იმას უთხრა იმან ეს ეუთხრა იქ ის არის აქ ის არის და ეს კოდებს ეს ლაპარაკსაც კიდე პროგრამებსაც გეგონება პროგრამებს პროგრამდება ადამიანი
ეს კინო გახსოვს უკვე დაპროგრამდა შენი ტვინი. მე იმ კინოს უყურე, მახსოვს ის ისე მოხდა, ესე მოხდა იმან იმას, ესე უთხრა ამან ამას, ესე უთხრა, ის ისე იყო იმანის, გაიმარჯვა იმანის, გაიქცა ის, გათხოვდა ის, შეუყვარდათ იქ ზღაპრები იყო, ის ისე იყო, ის კაი ხუმრობა იცის, კაი ანეკდოტები იცის და გინდა ის ანეკდოტი მოგიყვე და რაღაცა სიმღერებსაც იმახსოვრებს სხვა ადამიანი და ბაძავს მე ამას ბიოსისტემა. ბიოსისტემა ტვინი ისია მოწყობილი, რომ რა ქვია, ძალიან რა ქვია, გრძნობიარია, ემოციურია. ჯერ ერთ სიტყვას რო ეტყვი ადამიანს, ხო? თუ კაი სიტყვას ეტყვი, შეაქებ, უხარია. თუ ეტყვი რომ ცუდი ხარ შენ, ხო? რატო ვარ ცუდი? წინს, ხო? თუ ეტყვი რომ შე პროჭო, შე ტრაკო, შე ყლეო, გაგიჟდება, მე ვარ ყლე, ოსო უკვე ის უკვე ატაკაზე გადმოდის, მე არა ვარ პროჭი, არა ვარ ყლე, ხო? აი ადამიანის ემოციები, ადამიანის ამბიციები, ადამიანის ნერვები, ადამიანის ფსიხომატრიცა, რაც არის ადამიანის ფსიხომატრიცა და ეს იცის ადამიანმა, რომ ეს რა ქვია, მერვე მეცხრე ჩაკრა, მეშვიდე მერვე მეცხრე ჩაკრა, თვალები დაკავშირებული, სმენა დაკავშირებული, ანუ თავის ტვინის განზომილება რაც არის. მთლიანად ეს სამი ჩაკრა ერთად აღებული, ეს სამი ჩაკრა, რა ქვია, ითრგუნება ზედა ჩაკრები, მე ქვედა დაბლა ჩაკრებს, სექსუალურ ჩაკრებზე და მატერიალურ ჩაკრებზე არ მაქვს საუბარი და სულიერ ჩაკრაზე, მეხუთე ჩაკრაზე არ მაქვს საუბარი. გულის ჩაკრა არის, სულიერი ჩაკრა, მეხუთე ჩაკრა. მე ვიძახი აი მაზე რა, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე ჩაკრა, რომელიც ადამიანმა უნდა იხმაროს იმისთვის ხანდახან მაინც, რომ კინოებს, მულტიკებს, სენსორიან კინოებს, ვიდეოებს, მრავალსერიან კინოებს, ფილმებსა და ტანციტულცებსა და ტაშიტუშებს კი არ უნდა უყუროს ყოველთვის და მულტიკებს უნდა უყუროს ხანდახან რაღაცა იმებს რა ქვია, უნდა კაი გადაცემებს, მედიტაციის გადაცემებს. ეხლა იტყვის ადამიანი, რომ მე მედიტაციაზე აი ვერაფერს ვერ ვიგებ და მე მანიფესტებზე ვერაფერს ვერ ვიგებ და რანაირად ვერ იგებ მედიტაციებზე, არ გინდა მედიტაციების ყურება, იმიტომ რომ დაბლოკილია ეტყობა შენი საზნანია. მედიტაციების ყურება ყველაზე კაი რამე არის. იმ კინოებს თუ უყურებ, იმ ჯენიფერ ლაპესებს, ანჯელინა ჯოლის, იმათ გამოსვლებს, იმათ კონცერტებს, ნიჭიერეს თუ უყურებ და ის რას გაკეთებს, ეს რას გაკინოებს თუ უყურებ, უჟასტიკებს თუ უყურებ, ვამპირებს თუ უყურებ და ვითომ მეორედ მოსვლაო თუ დედამიწის ისაო თუ ესაო და ეგეთ მაგიებიო და შამანებიო და რა ვედმებზე მონადირეებს თუ უყურებს ადამიანი და ამის იყურების თავი აქვს და დაიზეპირა უკვე ყველა კინოები, მსახიობები, კინოები, რეჟისორებიც კიდე უკვე ზეპირადიციან, მომღერლები და რეჟისორები ზეპირადიციან. იმას ვერ დაიმახსოვრებ, რომელი ჩაკრა, რომელ ადგილზეა, რომელ ჩაკრას, რომელი ვიბრაცია უხდება. ომ, რამ, იან, ვამ, ჰამ, ლამ, შამ, აუმ. იმას ვერ დაიმახსოვრებ, რომელ ჩაკრას რა ქვია, რა ფუნქციას ასრულებს. დღეში ერთხელ ვერ მოусმენ იმ მედიტაციას, დაუშვათ მეკრაბის გააქტიურება, ან რა ქვია, ჩაკრების გააქტიურება, ან კრისტალების გააქტიურება, ან ბიოვერი, ბიოპოლის, რა ქვია, ბერიეპატოკებით რაღაცა აჩიშაც და ზაკრივაეცა ენერგიები, ენერგოინფორმაციული კანალები, ზალატი ულტრაფიოლეტოვი ფოლგა защитნი ფილტრებით, რომ ენერგიებმა იმოძრაონ ბალანსიროვნა გარმონიჩნა იმისათვის, ჩემთვის სასარგებლოდ, რომ ჩემი თავის ტვინი დაისვენოს ამ ჩემმა ნერვებმა, დაისვენოს ამ ჩემმა თავის ტვინმა,
რომ რა ქვია ვიღაცების რაღაცების დაკროლზე, გამოგონილზე, ფანტაზიებზე, ზღაპრებზე, მულტიკებზე, კომედიებზე კი არ ვირბინო და ის კომედიები კი არ მესიზმრებოდეს. დავლაგდე, დავწყნარდე თავი გამანთავისუფლო უჯასტიკებისაგან და ცოტა დავასვენო ჩემი გონება, ჩემი ნერვები, ჩემი ემოციები, რომ ავიდე უფრო მაღალ ევოლუციაზე, უფრო მაღალ საფეხურზე, უფრო მაღალ რა ვქია, განვითარების სულიერი განვითარების მხრივ. სულიერი განვითარების მხრივ ვიძახი მე. ეს არის საჭირო. ხანდახან ადამიანმა უნდა დაისვენოს, დაასვენოს თავისი თვალები, თავისი. გარეთაც რო არის ადამიანი. ეს ტვის გონია, რომ ეს სიმართლეა, გარეთ რო დადის ხალხი, მანქანები, ისა, სახში მოდიხარ, თავი გტკივა. იმიტომ რომ ხაოსი გარეთ. რა ვიცი, ყველა დადის, მოდის და დგეხარ გარეთ და რაღაცას მუშაობ რა. ის უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ის უნდა მიუტანო, ის უნდა გაყიდო, ის უნდა ივაჭრო, ის უნდა მაღაზიაში ჩახვიდე, იმ მაღაზიაში შედიხარ, ტონა ხალხია, იქ უნდა იმგზავრო, მარშრუტკაში ადიხარ, ტონა ხალხია. და ეს კიდე ანტენები როა გაშვებული, ეს ანტენების სიხშირეები ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე, ეს მანქანების ხმაური მატორული სიხშირეები ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ნერვებზე, ფსიქიკაზე, ეს თვითონ ბიოსისტემებში რა ჩიპები დევს არავინ არ იცის, ეს ბიოსისტემებიდან გამოსხივებები, ჯერ მარტო ჩიპების გამოსხივებები და მერე კიდე იმების თვითონ ენერგიების გამოსხივებები, რა ენერგია, კაი ენერგიების მატარებელია ბიოსისტემა, ადამიანი თუ ცუდი ენერგიების მატარებელია, ხო? ეს გამოსხივებები უკვე ის არის რა. ნერვები იძაბება და საზნანია პადსაზნანიისათვის ეს რა ქვია, ცოცხალი ეხლა რა ქვია, ცოცხალი ადამიანები, ხო, ეს საზნანია, პადსაზნანია, ამ ცოცხალ ჩვენი სული ამ ცოცხალ ადამიანს აღიქვავს როგორც როგორ აღიქვავს, იცი, რომ ციფრები რა. ციფრებივით აღიქვავს ეს ჩვენი საზნანია, პადსაზნანია, ანუ ჩვენი სული, ჩვენ უყურებთ ადამიანია, ცოცხალი ადამიანია, მაგრამ ეს საზნანია, პადსაზნანია ამას ადამიანს არ გარიშობს, აი თითოეულ ადამიანს წარმოიდგინე დღეში რამდენი მანქანა გაიარა, რამდენი ის გაიარა, ის სკანიროვანიებას აკეთხა და ხან ფიქრობ ხოლმე, რომ არავის არ უყურებდა, მაინც თავი მტკივა. იმიტომ რომ მაინც მოქმედებს ეს გინდა არ გინდა, მაინც რაღაცის სკანიროვანია ხდება, რაღაცას მიზიდავ, რაღაცას განიზიდავ, რაღაცისკენ ყურადღება მიგექცევა, რაღაცისკენ იქის დაგელაპარაკება, იქ იმას დაელაპარაკები და გაგიფანტება რა აზრები რა. დაიღლება რა ადამიანი რა, ეხა მე ჩემი საქმე ვაკეთო იქ თუ იმას ველაპარაკო თუ რა გავაკეთო, ხო? ციფრებით, კოდებით, როგორია, რამფერია, ლამაზია, ქალია, კაცია, აი ჯერ მარტო რამდენი უკვე საწავედით. სუქანია, დაბალია, რა აცვია ფეხზე, რა აცვია ჩანთა, რა საქმეა, ვისი ცოლია თუ ვისი ქმარია თუ ვისი, აი უყურე რამდენი რაღაცა არის. ჩემი ნაცნობია თუ არ არის, მეზობელია თუ სადაც ცხოვრობს, აი ყველაფერზე უკვე ირთვება ეს მეხანიკა, ეს ბიოსისტემის ტვინის მეხანიკა თითოეულ ადამიანზე უკვე აქვს ფეხის ტკივა, ამამტყოფია, ჯანმრთელია. უკვე აი რო შეხედავ ადამიანს, გრძნობ უკვე ადამიანი რაღაცნაირად, ხვდები ადამიანი, კაი ადამიანია თუ ცუდი ადამიანია. კი ეხლა შეხედავ ლამაზი გოგოა, მაგრამ უყურე თვალში, თვალის აზნანიაში, ნერვებზე, ემოციებზე რამდენი რაღაცა ავლენ ზეგავლენას. ეს ფოკუს ვნიმანია, რასაც ქვია რა, ეს ხედავ ადამიანს, ეს შენი ტვინი აფიქსირებს ამ ადამიანს. აცვია ეს ახალგაზრდა, ან ბებერი, ან მოხუცი, ავამტყოფი, ან ჯანმრთელი, ან სპორტსმენი, ან კულტებიანია. ან ესეთია, ეს იმისი ძმა, ეს იმისი და ეს საკამუშა, ეს იმის უფროსი, ეს კაფეტერიის უფროსი, ეს იმის ეს სიგარეტების გამყიდველი ქალია, ეს სემიჩკის გამყიდველი ქალია, ის მაროჟნის გამყიდვის, ჩიპსების გამყიდველი ქალია. აი ვინ შეგხვდება გარშემო, ყველას რაღაცნაირად აფიქსირებს ადამიანი, გინდა თუ არ გინდა.
და ეს რა ქვია ტვინს გონია ესე რომ ესე უნდა დააფიქსიროს ეს საჭიროა არა და არაფრის დაფიქსირება არ არის საჭირო ადამიანს შეუძლია თავისუფლად გაისერნოს გამოისერნოს მაგრამ რატომღაც მაინც იღლება რა არ გინდა არავისი რა ქვია ზედმეტად შეეხო შეგაწუხო არ ელაპარაკები არავის მაგრამ გაიარე გამოიარე იმდენმა მანქანამ გაიარა გამოიარა იმდენმა ხალხმა გაიარა გამოიარა დააფიქსირა ეს ტვინვა და всё უკვე დაიწყო ამისი მოხარშვა ეხლა რა ხდება აინტერესებს ტვინს სურს რა ვიცი რა საინტერესებს ხო და უკვე ნერვებზე აიშლება ადამიანს ნერვები სახში მოდის დაღლილი დაკაცული სახში მოდის დაღლილი დაკაცული ეხლა გარეთ არისო იმას იქ რა ქვია ეს ფოკუს-მოკუსური ვლიანიები გარეთ არისო ადამიანს ანუ ფოკუს-მოკუსური რას ქვია რომ ადამიანს ერთ ადამიანს უყურებ მეორე ადამიანს უცბად ყველა ადამიანს ერთად უყურებ და ხედავ იმ ყველა ადამიანში მოხუცაც იმ ახალგაზრდაც იმ იმასაც ხო ეს მოდის ახლა ადამიანის სახში მიუჯდება ამ ციფრულ სენსორულ ელექტრომაგნიტურ ანტენურ შიფრულ მიფრულ კოდურ ტელევიზორს ან ნოუთბუქს ან რაღაცას და ეხლა კიდე აქ იწყებს იმას კინოებისა და რაღაცეების ყურებას და შედის ემოციებში და განიცდის ან ეშინი ან იცინის ან რაღაცა და ჰაი ჰუი და მე ტვინ გადამწვარი ასე ვთქვათ აფეთქდა იქ ტვინი უკვე всё ვეღარ ხარჩავს ის ტვინი რეალობას ეს კინოც რეალობა გონია იმ ტვინს ადამიანმა იცის რომ ეს არ არის რეალობა ეს აი ეგ არტისტები მუშაობენ ამაზე кайფულებს აკეთებენ ჩვენ ვიცით მაგრამ ამ ტვინსა გონია რომ იმ ეკრანს რო უყურებს ეს რეალობა ეხლა ხატი რატო გონია ელემენტარული ადამიანს რეალობა ხატი რატო გონია ადამიანს რეალობა იმიტომ რომ ხატს რო უყურებს ადამიანის სურათია იქ გამოხატული ხო გონია რომ ეს რეალობა ხატი გონია რეალობა მაგრამ იქ არ არის ის არის სერიალის ხატი სურათი ქაღალდი ეს არის ეს ფილმი რატო გონია ამ თვის რომ ეს არის რეალობა მართლა მიხტა მართლა მოხდა თან ლაპარაკობს ეს უკვე სენსორები ხმოვანები ჩართეს უკვე რა ქვია რაღაცები და თან ლაპარაკობს ხო და ეს ტვინი ვაფშე გონია რომ ეს არის რეალობა დაიმახსოვრა იმან ეს რეალობა დაიმახსოვრა მე ადამიანმა იცის რომ ეს რეალობა არ არის მაგრამ ტვინმა ეს რეალობა დაიმახსოვრა და ესე ხდება ასე ვთქვათ დისტრუქციული პროგრამების ჩატვირთვა საზნანიაში მეხანიკურად რასაც ქვია ჩვენ არ გვინდა რომ მეხანიკურად რაღაცა იმას ვქნათ რა ქვია გადავიტვირთოთ ნერვები გადავიტვირთოთ ემოციები და გადავიტვირთოთ რა ქვია მისენი რა ქვია ტვინის გიგაბაიტები ასე ვთქვათ მახსოვრობის აზროვნობის უნარები რასაც ეძახიან ამას ეძახიან იადროებს ტვინის იადროები გადავიტვირთოთ ეს ტვინის იადროები თუ რაღაცები გიგაბაიტ მეგაბაიტები არ გვინა ძალიან მაგრამ რა ქვია ესე გამოდის რომ რა ქვია თვითონ ბიოსისტემა ელექტრომაგნიტურ იმპულსებზეა მიზიდულობა განზიდულობის ატომებზე არის შექმნილი სისხლი მუშაობს მიზიდულობა განზიდულობის ატომების იმით რა ქვია იმპულსებით ეხლა ეს კიდე რა ქვია ტელევიზორის იმპულსები ტელევიზორის ვოლნები ტელევიზორის რაღაცეები და ადამიანი გადის რაღაცა ამ ტვინს გონია ეს რეალობა ესე უნდა იყოს ეს ის არის მე კი ეთხრა ვიცი რომ მაყურებელი ვარ მაგრამ რას ვუყურებ დრაკონებს იმებს რა ქვია მაიმუნებს თუ რას უყურებ აი გააჩნია რითი იღლით ადამიანი თავს ნერვებს ემოციებს ვიბრაციებს რითი იღლი შენ ენერგიებს რითი ენერგიების დაღლა რითი ხდება აი ნერვებით ემოციებით იგივე სიცილი ბევრი სიცილი კაი კი არ არის
რადგან ბევრი იცინოდა ვიღაც რაღაცა ხუმრობები და ანეკდოტები კაია, ცუდი არ არის, მაგრამ რა საჭიროა, იქ ძალიან ბევრი ცუდ რაღაცაზე იცინიან და ცუდი კოდებისა და ცუდი შიფრების და პროგრამება ხდება საზნანიაში. ბევრი არის ძალიან უაზრო რაღაცაზე იცინიან და ძალიან უაზრო რაღაცა გონიათ სასაცილო. და ამ დროს ეს უაზრო რაღაც არის ძალიან ცუდი პროგრამა. ძალიან ცუდი პროგრამა აი საზნანიასათვის, სულიერი იმისათვის, განვითარებისათვის. ხო, ეხლა ხო და ვიბრაციები, ანუ განიცდის ეს მუსიკის დროს მუსიკალურ ვიბრაციებს განიცდის სიცილის დროს სიცილის ვიბრაციებს განიცდის ორგანიზმი, შეშინების დროს შიშის ვიბრაციები, შეიძლება კანკალი დაეწყოს, რა ქვია, ეს მძაფრ სიუჟეტიანის დროს დაძაბულობის ვიბრაციებს განიცდის ეს ორგანიზმი, იმიტომ რომ ემოციები ესე არის. ემოციები ესე არის, რა ქვია, ელექტრომაგნიტური კი არა, ბიომაგნიტურ, ელექტრობიომაგნიტურ ველებით პლუს მინუს ელექტრომაგნიტურ ბიომაგნიტურ ველებით არის ესე აწყობილი. ბიოსისტემა, სუნთქვის სისტემა კიდე, აი მაგალითად სუნთქვის სისტემა. სუნია ხო რაღაცა, ხო, ანუ ცდილობ ფანჯრები გაანიავო. ან კაი დუხი დაასხა, ან კაი დეზოდორანტები მასაკნა, ანუ გემურია, ან მლაშია საჭმელი და ცდილობ რომ ეხლა ეს საჭმელი აღარ ჭამო და გააკეთო უფრო კაი საჭმელი, ხო რაღაცა, ხო, ეს გონია რეალობა ადამიანს. გრძნობს ადამიანი ამას. ხო, ესევე არის ეს ტვინი, რასაც დაინახავს, ის გონია რეალობა. კინოებს უყურებს, კინოები გონია რეალობა, მერე გათიშავს ამ კინოებს, ან ისინი ტიკტოკები, ან რაღაცები და всё, წავიდა დაიძინა, მაგრამ ეს ტვინი ისევ იქ არის იმ ტიკტოკებში, იმ კინოებშია. იქ ისევ იმას უყურებს. ატყლუჩენი არ გაუკეთა იქიდან იმას, რა ქვია, კინოებიდან. და დაიმახსოვრა ტვინმა უკვე ზეპირად იცის რომელი მსახიობი, რა ფილმში იყო, იქნება იმ ფილმში ის მსახიობი არ არის და მე ვარ იმ ფილმში. აი ერთი არ წარმოუდგენია ადამიანს იმ მსახიობის ადგილზე თვითონ ვითომ რაღაცა, ხო? არ მინდა ეხლა არავის მსახიობის ადგილზე თავის წარმოდგენა, მაგრამ პროსტა ისე ვამბობ რა, ანუ ადამიანს გონია ამ მსახიობებს რო უყურებს, რომ ეს ვითომ თვითონ არის. ესე წარმოუდგენია, ისე განიცდის ამ ყველაფერს, რომ იცის, რომ ის იქ მსახიობია, მაგრამ თავისი თავი გონია იქა. აი ესეთ ჩანაცვლებულ ენერგოვამპირულ რაღაცეები კეთდება ამ კინოებიდან და ფილმებიდან. ამ კინოებიდან, სერიალებიდან და ფილმებიდან. და პარავენ ეს ფილმების, კინოების ეგრეგერები ენერგიებს. და ეს ენერგიები გამოიგონეს რეპტემა, სერემა, რემა და არხონტემა. ანუ არხონტები პარავენ ამ ფილმებითა და რაღაცეებით ენერგიებს. ტვინს კიდე ჯერა რომ ეს კაი ფილმი იყო, უირა კაი ფილმი იყო რაღაცა და წავიდა მერე დაიძინა, მეორე დღეს ადგა სამსახურში თავის სურს დრო არ დაუთმო თავის სურს, კინოს ხო უყურა, საჭმელი ხო ჭამა, всё. ეს იმისთვის რეალობაა საკმარისია, დაწვა, დაიძინა, ადგა, წავიდა მერე. წავიდა მერე ისე მეორე რეალობაში სამსახურში. აი ეს მინდოდა მე თქვა ამ ფილმებისა და ამ იმეების შესახებ. ელექტრომაგნიტური სენსორების შესახებ და ანტენების სენსორების შესახებ.
ეს ყველაფერი სხემებით არის აწყობილი, სხემებით არის პლასტიკებითა და იმპლანტებით არის ეს ყველაფერი სხემებით, პლასტიკებით, იმპლანტებით არის აწყობილი. ანტენებით, შნურებით, კაბელებით, პლასტიკებით, იმპლანტებით, რა ვიცი. ფუნქციონირებს, ხო? არ ვიცი, ხა მე მექანიკოსი არა ვარ და ვერ ვიგებ ეხლა ნოუთბუქი და იზრიტი აწყობილი, მაგრამ ვიცი რომ სხემებით, პლასტიკებითა და იმპლანტებითა აწყობილი და შნურები, კაბელებია შიგნით და ელექტრომაგნიტური ძაბები აქვს, ელექტრომაგნიტური რაღაცეები აქვს, სენსორები აქვს და ანტენები აქვს და რაღაცეები და მუშაობს ესე და გადაეცემა ეს კაბელებით, ანტენებით, ინტერნეტებით, Wi-Fi-ებით, კოდებით თუ შიფრებით თუ რაღაცეებით ქალაქიდან ქალაქს, ქუჩიდან ქუჩას. ადამიანი უყურებს ამ ყველა პროგრამებს, არასასურველ პროგრამებს, ეს გონია რეალობა ამ გონებას იმახსოვრებს. რა ქვია, უაზრო პროგრამებს, რა იმას, რაც საჭირო არ არის აბსოლუტურად, ამიტომ ადამიანმა არ უნდა უყუროს. ყველაფერს, როგორც არ უნდა გაინტერესებდეს რაღაცა, რო იცი, რომ ის არ არის რა საინტერესო, არ ეხება სულიერ ცხოვრებას, არ ეხება, რატო უნდა უყურო იმას? რატო უნდა უყურო ეხლა იმ, რა ქვია, სპაიდერმენს, რატო უნდა უყურო იმ სნაიპერებს, რატო უნდა უყურო იმ რა ქვია, ეხლა კარატის ფილმები, კიდე კარატის ფილმები, ასე ვთქვათ, კიდე სპორტს ეხება და სპორტსმენმა შეიძლება უყვარს ეს კარატე და უყურა ამ კარატეზე ფილმებს. ცეკვის ფილმები კიდე მოცეკვავე უყვარს ეს ცეკვა და ხელოვნებას სწავლობს და უყურა ამ ცეკვის ფილმებს. მუსიკა, ეხლა მუსიკოსია უყვარს ეს მუსიკა და უყურა ამ მუსიკის რაღაცა ფილმებს, რაღაცას უყურა. და დაიმახსოვრა ეს მოცარტი რა არის და ისენი რა არიან, ბეთჰოვენი რა არიან, მაგრამ ეხლა იმდენი კინოებია გამოგონილი და იმდენი უჯასტიკებია გამოგონილი, რატო უნდა უყუროს ადამიანმა ამ ფილმებს, მე არ ვიცი, მაგალითად გრინებიო, ვედმებზე მონადირეებიო, რაღაცეებიო, ეს რუსული კინოებიო, ქართული კინოებიო და რა ვიცი, ეხლა ამერიკული კინოებიო და ფანტაზიური კინოებიო, ზღაპრული კინოებიო და რა ვიცი, ხა კაია, კი გაერთობა ადამიანი, მაგრამ გონება მის უკვე დაიზეპირა იქ. და გონება აღიქვავს ამ მსახიობს როგორც რეალობას. და რო იხსენებ ადამიანს უკვე გონება წარმოიდგენს ამ ყველაფერს როგორც რეალურად წარმოგიდგება ადამიანი. ეხლა ხო შეიძლება ადამიანმა შეყვარებული წარმოიდგინოს რეალურად. ან ცოლი შვილი წარმოიდგინოს რეალურად, ამ მტერი წარმოიდგინოს რეალურად, ან ლომი მგელი წარმოიდგინოს რეალურად, ხო? ხო შეგეშინდება ეხლა ლომი რო წარმოიდგინო და მგელი რო წარმოიდგინო. მაგიტომ ადამიანმა ყველაფერი არ უნდა წარმოიდგინოს, ყველაფერს არ უნდა უყუროს, უნდა თქვას, ატკლუ ჩაეცავს, დისტრუქტივები, ნეგატივები, უჯასტიკები, მასკა გალაგრამებიანად. Благодарю, чем сус, благодарю, чем вещияс, благодарю, чем то гицерс барсцепс. Закрывается порталеб, закрывается порталеб, закрывается порталеб. Саате утафия гармонизаторы, почасовые стрелки, да, арисас.